كفارة يا عيني على المرور الله 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 გამარჯოს ყველას გუშინ PSG-მ 3-1 მოუგო ასტონ ვილას, ბარსელონამ მოუგო 3-0 დორტმუნდს. ბარსელონას გასულია უკვე და ჩემი აზრით PSG-ს გასულია, იმიტომ რომ არ ამგონი ასტონ ვილამ გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე რაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არ ამგონი ასტონ ვილამ სახლში ამოუკაჩოს 1-3 პარი სენ-ჟერმენს. მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო რა იყო, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით უმაგრესი გოლი, რომელიც გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ და ეს მარტო ჩვენი მოსაზრება არ არის. ანუ ჩვენ ზოგჯერ შეიძლება მიკერძოებულები ვიყოთ, რადგან ხვიჩა ქართველია და ჩვენიანია, მაგრამ ეხლა მე მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე გამოხმაურება უცხოური გაზეთების, უცხოური პრესის, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილება არ არის, ეს ყველა შთაბეჭდილებაა. ხელოვნების ნიმუში, სიგიჟე, ასე აფასებენ მოკლედ უცხოური გაზეთები. დავიწყოთ ინგლისურით. კვარაცხელიას ბრწყინვალება აძლევს PSG-ს უპირატესობას მეოთხედ ფინალში ასტონ ვილასთან. ერთი ეს ინგლისურენოვანი წყარო არის. მერე არის ფრანგული აქა. შედევრი დუედა კვარაცხელია არტისტები, ხელოვანები, რომლებიც ბრწყინავენ ასევე დაცვაში. აქ გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ეს დუედა კვარაცხელია ორივე დაცვაშიც ძალიან მაგრად თამაშობდნენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში მოგეხსენებათ რბილად რო ვთქვათ, არც თუ უმნიშვნელო რაღაცა არის. იტალიური პრესა, La Gazzetta dello Sport, კვარა და იმპაცირე. იტალიური კარგად არ მესმის, მაგრამ პაცო არის გიჟი, როგორც მე მესმის, როგორც ვიცი, კვარა და იმპაცირე არის გასაგიჟებელი კვარა ალბათ. ხო? Gol alla Maradona, გოლი მარადონას სტილში. Quicha Kvaratskhelia è stato uno dei grandi protagonisti della vittoria del PSG con l'Aston Villa. Nell'andata dei quarti di Champions League, guarda il gol pazzesco per il 2-1 dei francesi. Sora წავიკითხე? მოკლედ ეგ არისო რა, მთავარი ტიპი იყო რა. მაგარი სიგიჟე გოლი გაიტანაო. შემდეგი ჩვენ გვაქვს ესპანური Emery se topa con la Luchoneta y 3 obras de arte. ემერი, უნაი ემერი ასტონ ვილას წვრთნელი წააწყდა ლუჩონეტა ბჭყალებში. ეს მოუძებნეს სხვაშიც არ ვიცოდი. ლუის ენრიკეს მეტსახელია მე მგონი. იმიტომ რომ ლუჩოს ეძახიან. ზენ მეტსახელად და ლუჩონეტა ეს რაღაცა მოფერებითი ამბავი ეთყობა, ესეც ლუის ენრიკეა. ემერი წააწყდა ლუის ენრიკეს, ლუჩონეტას და სამხელოვნების ნიმუშს. ანუ 3 გოლი PSG-ს შესრულებით. ერთ-ერთი და მთავარი მათ შორის ხვიჩასი. კვარაცხელიამ საბოლოოდ ესეც მარკა არის ესპანური. კვარაცხელიამ საბოლოოდ შეცვალა ანგარიში, როგორც კი მეორე ტაიმი დაიწყო 59 წუთზე. ქართველმა დაასრულა კონტრ იერიში, რომელიც შეიცავდა ასევე დემბელეს ქუსლით პასს, ხელოვნების ნიმუშით. მიიღო ბურთი ფაბიან რუისისგან, მოსვა დისასი, ერთი ცრუ მოძრაობით, მარჯვენა ფეხით ცრუ მოძრაობით და გაიტანა მარცხენა ფეხით, რომელიც მისი უფრო ნაკლებად კარგი ფეხიაო, ესე წერია, ნაკლებად კარგი, სუპიერნა მენოს ბუენა. ხო, ანუ ცუდი არაო, ნაკლებად კარგიო. ანუ ისიც კარგია, მაგრამ მარჯვენა ჯობიაო. ხო, აქ არის კიდევ ერთი საინტერესო პოსტი X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, სადაც ერთ-ერთი გვერდი წერს, იცნობთ რომელიმე ქართველ ჯადოქარს, ჩვენ ვიცნობთო. ხვიჩა კვარაცხელიას ფოკუსი. და მე ვიდეო ნაჩვენები, რომელიც აქ არაჩვენებს და რომ საჩვენებდეს, მე ვერ გაჩვენებდით, იმიტომ რომ აქ ვრცელდება საავტორო უფლებები და ვიდეოს დამიბლოკავენ, როგორც კი ამ ვიდეოს გამოვიყენებ. ამიტომ გოლს ვერ გაჩვენებ. ნანახი გაქვთ იმედია ყველას. მაგრამ აი ამ პოსტში ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხი. ანუ შეკითხვაზე, იცნობთ რომელიმე ქართველ ჯადოქარსო და ერთ-ერთი მომხმარებელი პასუხობს, მე ვიცნობ კიდევ ერთსო და აგერ ბატონო, ვის იცნობს ეს მომხმარებელი. ჩვენი გიორგი მამარდაშვილი, ჩვენი კედელი. აი ესეთი გამოხმაურება აქვს. მოკლედ 3-1 PSG-ს სასარგებლოდ შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად კიდევ ძალიან მალე.